რამდენად უწყობს ხელს ფაზისი თქვათ აკვირდებით თუ არა როგორც კოლეჯი რომ გქონდეთ სპეციალური პროფესიები? ჩვენ ახლა ამჟამად ვახორციელებთ პროგრამებს, აი შედუღებაზე ვისაუბრეთ, ელექტროობას. ასევე გვაქვს მეთევზეობის მიმართულებით 3 პროგრამა. ესენი არის თევზის გადამუშავება, ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში და ფერმერობა მეთევზეობაში. აი ახლა ამ კონკრეტულ პროგრამას ვახორციელებთ ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის ლოკაციაზე ფილიალი გვაქვს. სადაც ასევე გვაქვს ტბორი განაშენიანებული, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ჯიშის ლიფსიტების, ასე ვთქვათ, ჩაშვება ტბორში, გამოზრდა, კვება, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ახლა ნარჩენების გადამუშავებას და გატანაზე იყო საუბარი და ეს პროგრამები აღჭურვილი არის ძალიან მაღალი სტანდარტის აღჭურვილობებით და მასალანედლეულით, რაშიც იგულისხმება როგორც ქიმიური, ასე ვთქვათ, რეაქტივები ლაბორატორიული საქმის მიმართულებით, ასევე გადამუშავების მიმართულებითაც ვიძენთ ხოლმე სხვადასხვა პრაქტიკული სამუშაოებისთვის თევზს და შესაბამისად მისგან ნარჩენებიც, ასე ვთქვათ, გროვდება, ხომ? ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული შესაბამის ორგანიზაციასთან. ყველა ნარჩენი თავის, ასე ვთქვათ, შესაბამისად იფუთება, სხვადასხვა ლაგდება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ყუთებში, დიახ, კონტეინერში და ესე გაგვაქვს, ასე ვთქვათ, ნარჩენები, თუმცა შემდგომი, ასე ვთქვათ, ნარჩენების გატანილი ნარჩენის მოხვედრა უკვე ვისაუბრეთ ალბათ სადაც ხდება, ანუ ერთიან, ასე ვთქვათ, ხო, ნაგავსაყრელზე. ადგილობრივ დონეზე არა გვაქვს იმდენი, ასე ვთქვათ, რესურსი, რომ ჩვენი ძალებით, ასე ვთქვათ, ეს პრობლემები მოვაგვაროთ ან ხელი შეუწყოთ მათ მოგვარებას, იმდენად რამდენად ჩვენი ზემდგომი ორგანო არის განათლების სამინისტრო, უნარების სააგენტო, ინფრასტრუქტურის სააგენტო, რომელთან შეთანხმებითაც ჩვენ ვოპერირებთ 2 ლოკაციაზე.